ისტორიაში ეს ერთ-ერთი შავი ფურცელია ისტორიაში 26 მაისი. 2011 წლის 26 მაისის მოვლენებმა ისტორიაში ბნელი ნონა გაფრინდაშვილის მეხსიერებაში კი წარუშლელი კვალი დატოვა. საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს იმ ადამიანების ისტორიები მოისმინეს, ვინც 14 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დატრიალებული სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ შორის კი ნონა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სანაცის რომელიც მოსული იყო. ერთს მაგალითად ვერ აიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი, მაგრამ ფაქტია რომ ამოდენიმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო. და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეც ემეს რომ მთლიან დაშავებული იყო. კოტე ქოჩიაშვილმა დავარდნილი ვიყავი დამენახა და წამომაყენა. დაიწყო ჩემი წაყვანა კორდონამდე რომ მივსულიყო. დაიწყო ძახილი რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ. და არ მისროლის თორე ეს ტყვიაც მომწონდა ჩემი თამრი დამთავრდებოდა. უკვე მისული ვიყავით ბოლომდე და გაახსენდათ რომ ვიღაცას მივყევარ და გავყავარ. მე გამიშვეს და იმას დაცეს ხელი და გააქანეს. დარბევისას ლეგენდარული მოჭადრაკე სპეცრაზმის სამიზნე არ გამხდარა, თუმცა არ დაინდეს მისი შვილი, რომელსაც ფიზიკური ანგარიშწორების კვალი დღემდე მოყვება. არა ადამიანური მოპყრობის დეტალები დავით ჭიჭინაძემ კომისიას თავად მოუყვა. ყოველდღიურად გაპარსვისას პირველი ჩემ ნაიარებს უყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, სპეციალური შიპებიანი ხელთათმანები ეცვადათ. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. რიგები იდგა ავტობუსების, პოლიციის სამმართველოსთან და ესეთი დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, ანუ ვერაფერს ვერ გგზნობდი მართალი რო გითხრათ. ვერც ხელს, ვერც ფეხს. სახე მთლიანად სისხლიანი ჩალურჯებული და გადმოვედით და აი სიმწრით რომ მიხვდები, რომ კიდე კორიდორი უნდა გაგატარო, რა ეგეთ ნაცემს. და ერთი 20 თუ 25 დარტყმა ხელკეტით ყველა მხარეს, კეფაში, თავში, სახეში, მხრებში კიდე მივიღე უკვე პოლიციის სამმართველოსთან. შემზარავი იყო ნონა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრის თემურ ლოგუას ისტორიაც, რომელიც კომისიას მოჭადრაკემ გააცნო. გაფრინდაშვილმა თქვა, რომ 26 მაისს მიღებული დაზიანებების გამო გაოცებას ექიმებიც ვერ მალავდნენ. თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხდა სახეში და ეცა სპეცნაზის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე. საბურავის კუთემ ყური მოაგლიჯა. უკან გადმოუარა ისე იგივე მანქანა და აქ მას სკალპი იმ ხარეს ყური მოგზია ახტილი ჰქონდა უკვე. მივარდენა დასხეასა მოშიშვრებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდა. ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა. ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას. 26 მაისის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა ლუკა კურტანიძემაც, რომელიც მაშინდელი პროტესტის სათავეებში იყო. მან დღეს დეტალურად გაიხსენა, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად ჯერ აქციაზე. დაკავების შემდეგ კი პოლიციის სამმართველოში, სადაც აქციაზე დაკავებული სხვა ადამიანების თვალწინ ამცირებდნენ. კურტანიძე იხსენებს, რომ ადგილზე ნახა დათა ახალაიაც, რომელმაც პოლიციელს მისი ლიკვიდაციის ნებართვა მისცა. გოგი ქავთარაძეს და რეზო ესაძეს გამეტებით ურტყავდნენ და ბატონ გოგის სისხლის დიოდა, მაშინ მე გადამეფარა, იმიტომ რომ მე მეძებდნენ, დავიძახე რომ მე ვარ მეთქი ამ უამრავ ადამიანში და დაიწყო სამაგალითო დასჯას, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშევი რკინის ხელკეტები არის, იმით მცემეს, თავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ. და ახალაია მომენტა სპეცნაზელს ეგ ვიდეოშიც ჩანს თუ რამე დაუმორჩილებობა ეკა პირდაპირ თავში. ანუ ბრძანება მისცა რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინა. დერეფანი გააკეთეს კიბეებზე, ნიღბიანები იყვნენ და ყველა სანამ რამოდენიმე სართული ავიდოდი, ყველა ფიზიკურად ვისწორდებოდა. ყველა წინაშე მირთყავდნენ რომ ყველას ეყურებინა. 2011 წლის 26 მაისმა მძიმე კვალი არაერთ ადამიანზე დატოვა. მათ შორისაა მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელიც მძიმე სენს ახლა საზღვარგარეთ ებრძვის. გაიხსენა მისი დაკავების დეტალები და ასევე სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციის შენობაში ნახა. ბურჯანაძე თვლის, რომ ორი ადამიანის გარდა, რომელთაც ხედრები 27 მაისს სახურავზე აღმოაჩინეს, ამ
ამ მოვლენებს კიდევ ბევრი ადამიანი შეეწირა. 26 აი ამ მაისის ამ დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა და გეტყვით ახლა ჩემი ახლობლები რამდენიმე ადამიანი სახელები და გვარები შემიძლია გითხრათ რომლებიც ცოტა ხანში გარდაიცვალა. აი ისე ცემდნენ და ერთ-ერთმა ლექსო ფორჩხიძე იყო ეგეთი უთხრა რომ მუცელში არ დამარტყათ ბიჭებო ისა მაქვს პოეზიები მაქვს დაზიანებული. იმდენი უთხრეს მუცელში რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე ავტომეტრეველი იმდენი უთხრეს რომ თვენახევარში გარდაიცვალა. რომ დავარქვათ ეს სპორტული იყვნენ ესენი. ერთი კაცის სახელდაგვარს იმისას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ოჯახს არ სიამოვნებს ესე იმან თავი ჩამოიხჩო ერთ კვირაში 26 მაისის. 2011 წლის 27 მაისის დილას სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაშინ დენის დარტყმა დასახელდა, თუმცა ამ ვერსიის სიყალბეში დავით ლორთქიფანიძე ასათიანის ცხედრის ნახვის შემდეგ დარწმუნდა. მან კომისიის წევრებს უთხრა ისიც, რომ ხელისუფლების შეცვლამდე რამდენიმე თვით ადრე ამის დასამტკიცებელი საბუთები გაანადგურეს. ბატონი სულიკოს მეუღლე რაღაცა უნდა გაჩვენო მიცვალებულთან მივედით ცხოვრებულთან გადახადა მიცვალებულს ჩემი თვალით დავინახე რომ ადამიანს თვალი ქონდა გამოთხრილი მარცხენა თვალი და დაფარებული ქონდა ბინტი ყელი ქონდა გამოგლეჯილი ანალოგიურად იქაც ქონდა დაფარებული ხელები ქონდა დამტრეული და მითხრა რომ აი ეს არის ხო დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინა ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა ცხეთის იზოლატორში აწამეს და იქ წამებაში თუ შეიძლება ითქვას ასე ამოხადეს სული 2011 წლის 26 მაისის სისასტიკის გახსენებით ითქვა მთავარი სათქმელიც. ამ მოვლენებ გამოვლილი ადამიანები და საგამოძიებო კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ ამ სისასტიკის შემოქმედების არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში ყოფნაც დაუშვებელია.